გამარჯობა ჩიტაძეს ქუჩიდან, რუსთაველიდან, რა თქმა უნდა, მაგრამ ამავე დროს ჩვენი ახალი ავტორიტარიზმის სიმბოლოდან ჩიტაძეს ქუჩაზე საქართველოს პარლამენტის რკინის ჭიშკრიდან. ყველას მოგესალმებით და ამჯერად მთელი შინაარსი მინდა ჩავდო ამ სიტყვაში გამარჯვება. გამარჯვება. რამდენიმე საკითხზე მინდა გამოვეხმაურო მიმდინარე მოვლენებს, რა თქმა უნდა, მაგრამ ჯერ შევგროვდეთ ყველანი და ამის შემდეგ დავიწყოთ. ყველა საღამო მშვიდობისა. დღეს ისეთი დღეა, ხვალ ისეთი დღეა, რომ ნამდვილად მნიშვნელოვანია ხალხი იყოს. რაღაცა ფორმით ვიყოთ პროტესტში. იმიტომ რომ მოვყვები ახლა, მაგრამ ფაქტია, რომ მეტი მხარდაჭერა, მეტი ძალისხმევა, მეტი სოლიდარობა, ურთიერთ მხარში დგომა გვჭირდება. ყველას ჩემს მუდმივ მხარდამჭერებს და მსმენელებს თათბირზე საღამო მშვიდობის. ვარ ახლა ჩიტაძეზე. ეს არის პარლამენტის ჭიშკარი, ჯებირი, რკინის ჯებირი. ჩემთვის ეს ნამდვილად არის სიმბოლო იმ ავტორიტარიზმის, რომელიც მკვიდრდება საქართველოში, რომელიც უკვე დამკვიდრდა. იცით, რომ სწორედ მისი დაზიანებისთვის რამდენიმე წლიანი პატიმრობა ემუქრება ორ ადამიანს, რომელიც ახლაც არის საპატიმროში. რომელსაც აღიარებინეს ბრალი საპროცესო შეთანხმებაზე არაფრის გულისთვის ფაქტობრივად და რომლებიც მაინც ამის შემდეგაც მხოლოდ 1 წლის მერე გამოვლენ თავისუფლებაზე. აი ეს რკინის ჯებირი, რკინის ჭიშკარი, რომელიც იცავს ამ შენობას, პარლამენტს, რომელიც უნდა იყოს ღია, უნდა იყოს თავისუფალი, უნდა იყოს დებატებისა და მსჯელობის ადგილი. ჩემი აზრით არის სიმბოლო ძალიან ბევრი რამის, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში. პირველი ამბავი, რითიც მინდა დავიწყო. ეს არის ძალიან სამწუხარო ამბავი ბატონი კვეკვესკირის გარდაცვალებისა. ეს არის ბატონი 44 წლის დევნილი აფხაზეთიდან, რომელმაც რამდენიმე დღის წინ საჯაროდ დაიწვა თავი ჯანდაცვის სამინისტროს წინ პროტესტის ნიშნად. იმ სიღარიბის, სიდუხჭირის ნიშნად, პროტესტის ნიშნად, ასე ეცადა მას გაეპროტესტებინა ის უბედურება, რაშიც თვითონ იმყოფება და იმყოფება ჩვენი ქვეყანა. სამწუხაროდ დღეს გავრცელდა ამბავი, რომ ის გარდაიცვალა. ეს ძალიან ცუდი ამბავია და რეალურად ეს არის დამახასიათებელი ყველაფრისა, რაც ხდება და მოხდება ჩვენ ქვეყანაში. ერთი ადამიანის უიმედობა, ერთი ადამიანის ბრძოლა, ერთი ადამიანის წინააღმდეგობა და ერთი ადამიანის სასოწარკვეთა. ეს არის ეს. ამ ყველაფრის სიმბოლოა ბატონი კვეკვესკირი, თან ყველაფერთან ერთად ადამიანი, რომელიც იყო დევნილი, რომელიც ერთხელ უკვე გამოაძევეს საკუთარი სახლიდან რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა, რომელიც ფაქტია, რომ ვერ გაუძლო იმ წინააღმდეგობას, უბრალოდ ვერ შეეწინააღმდეგა იმ სისტემას, რომელმაც ის გუშინ იმსხვერპლა, დღეს იმსხვერპლა. მე ვფიქრობ, ყველას კი, ვინც დღესაც კი დაფიქრებულია, რა ხდება, კარგად უნდა გაიგოს რისი სიმბოლო არის ეს. ის დაჭერები, რომელიც მოხდა დღეს 3 აქტივისტის, აქედან 2 გაათავისუფლეს, მაგრამ მესამე ჯერ კიდევ პატიმრობაშია, არავითარ ლოგიკაში არ ჯდება. დავიწყოთ იქიდან, ჩემო კარგო ხალხო, რომ ეს ხალხი დააკავეს ყველანაირი ბრალდებისა და ყველანაირი საფუძვლის გარეშე. სწორედ ისე, როგორც ხდება ღრმად ავტორიტარულ ქვეყანაში.
ნორმალურ ქვეყანაში იმ კოდექსების მიხედვით, რომლებსაც ჩვენ წერდით დიდი ხანია. პირის დაკავება საფუძვლის გარეშე, რომ მან ჩაიდინა დანაშაული და სასამართლო ურდერის გარეშე არ შეიძლება. ამ შემთხვევაში ყველანაირი ბრალდების გარეშე, ყველანაირი საფუძვლის გარეშე ეს ხალხი წაიყვანეს საკუთარი სახლიდან და მანამდე თან გაჩხრიკეს ისინი, არ უშვებდნენ მათ სახლში ადვოკატებს, არ უშვებდნენ გაჩხრიკვაზე მოწმეებს, გახსოვთ ის წესი. ის წესი, რომელიც ჩვენ გვაქვს, არის რომ ჩხრეკას უნდა ესწრებოდეს ორი მოწმე სახლში. ყველაფერი ეს არის წაშლილი. გარდა ამისა, რაც მოხდა, რომ მაგისტრალი, რომელიც შემოდის თბილისში, ეს მაგისტრალი გუშინ იქნა ცნობილი პრემიერის ბრძანებით სტრატეგიულ ობიექტად. ეხლა მე აგიხსნით მთავარ პრინციპს, რომელიც არის სისხლის სამართალში და რომელიც ეხება ადამიანების პასუხისგებლობას. ადამიანების პასუხისგებლობას ადგენს სისხლის სამართლის კოდექსი. რატომ? იმიტომ რომ მას იღებს საქართველოს პარლამენტი, იდეაში დემოკრატიულად არჩეული ორგანო, ის ქვეყნდება, პარლამენტში არის დებატი და ეს ყველაფერი ანიჭებს ძალას სისხლის სამართლის კოდექსს, რომ მან დააწესოს, განაწესოს პასუხისგებლობა. რა არის დანაშაული, რა არ არის დანაშაული. ნახეთ? ჩვენ აღმოჩნდით ისეთ სახელმწიფოში და ეს არის სრულიად წარმოუდგენელი, სრულიად ეწინააღმდეგება დემოკრატიის და კანონის უზენაესობის წესებს. ისეთ სახელმწიფოში, სადაც ეს გააკეთა უბრალოდ პრემიერმა საკუთარი ბრძანებით. ეს არის დაუშვებელი. წინა დღეს ადგა და სტრატეგიულ ობიექტებს მიუმატა მაგისტრალი ამ სიაში, სადაც არის ჩამოთვლილი სტრატეგიული ობიექტები. არ შეიძლება ხახნო, რატო? იმიტომ რომ წინა დღით მოხდა ეს. თქვენ ხვდებით, ამის შესაძლებლობას არ იძლევა დემოკრატიულ ქვეყნებში კანონი, რომ წინა დღეს რაღაცა შეცვალო და ახალი წესი მიიღო. ფაშისტურ გერმანიაში ხდებოდა ეს. იცით? ფაშისტურ გერმანიაში გზადაგზა იღებდნენ კანონებს იმისთვის, რომ გაესამართლებინათ ებრაელები. გზადაგზა. და ის მოხდა დაუშვებელი ხა ჩვენ რო გქონდეს საკონსტიტუციო სასამართლო, საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებდა ამას ადამიანი და გააუქმებდა. მაგრამ არ დაგვაუწყდეს. საკონსტიტუციო სასამართლოშიც სხედან მონები. იქ არის რამდენიმე გამონაკლისი. წყინვალი ადამიანები, რომლებმაც ბოლომდე შეინარჩუნეს საკუთარი ნამუსი. მაგრამ დანარჩენები, უმრავლესობა მათი, მათ შორის ჩემი რამდენიმე ნაცნობი, რომელსაც ვიცნობდი და სიამოვნებდა მათთან ურთიერთობა, ბოლომდე ჩაყვა ამ სისტემას და არის ამ სისტემის ნაწილი. მოკლედ მაგეთი იმედი ვერ გვექნება, მიტაცებული აქვს ეს ბიძინა ივანიშვილს. ანუ რა მიდის ამ ქვეყნისგან, რა კეთდება ამ ქვეყნისგან. შევხედოთ აფხაზეთს. და მე გამოვიყენებ ამ ტერმინს აფხაზეთიზაცია. მე ვიტყვი რომ გთხოვთ რომ დაიმახსოვროთ ეს ტერმინი, იმიტომ რომ მე ვთქვი ეს ტერმინი ქართულ პოლიტიკაში მიღებულია გადაღება, გადღაბნა რაღაცების გამეორება, მაგრამ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ტერმინი. რატომ აფხაზეთიზაცია? შეხედეთ რა დღეშია აფხაზეთი. რა შესაძლებლობები არსებობს აფხაზეთში, რა უნდა იყოს აფხაზეთი, როგორ უნდა ცხოვრობდნენ აფხაზები და რა დღეშია აფხაზეთი. კლანების, მაფიის, რუსული დაჯგუფებების, რუსული მაფიის, რუსული ბიზნესის მიერ მიტაცებული ერთეული, სადაც აფხაზი პასპორტითა და ეთნოსით ძალიან ცოტა დარჩა. სადაც ბუდობს ნარკომანია, არალეგალური ვაჭრობა, ბანდები, ნარკოტრაფიკი და ყველანაირი არალეგალური ვაჭრობა და სადაც ტყვედ-ტყად აყვანილი გალელები, ახლა სოფელ საბერიოში რო დაიღუპნენ ჩვენი ბავშვები, ეს ამის ნიშანია. არავით არის სიკეთე, არავით არის ცხოვრების ხარისხი, არავით არის განათლება, არავით არის წინსვლა, არაფერი აფხაზეთში არ ხდება. ეს არის რაც უნდათ რომ მოხდეს მთლიანად საქართველოსთან. და ეს არის უნდათ არ უნდათ არ აქვს მნიშვნელობა. ეს არის რაც მოხდება მთლიანად საქართველოსთან. თუ ჩვენ ამათ არ გაუწიეთ წინააღმდეგობა. თუ ჩვენ არ ვეცით პატივი კვეკვესკირის
ცხოვრებას და წინააღმდეგობის ნაბიჯს. ეხლა ადამიანმა გამოვიდა და თავი დაიცვა ღმერთმა კარგად ამყოფოს ვისაც გწამთ ვილოცოთ მისი გულისთვის. ღრმა თანაგზნობას იმსახურებს ეს ნაბიჯი და მე ვფიქრობ რომ ამ ნაბიჯს სხველფშეწირვისა ჩვენ პატივი უნდა ვცეთ. ყველას რითაც შეგვიძლია. ხმის ამოღებით, პოსტით, რითაც შეგვიძლია, რისი ჯაფაც გვაქვს. პატივი უნდა ვცეთ. ასეთი მსხვერპლი ბოლო უნდა იყოს. არ შეიძლება ერთხელ გამოგაგდონ აფხაზეთიდან და მე იმდენად ვერ იპოვა ქვეყანაში, ვერავით არის გზა და სამართალი, რომ ასე გადაწყვეტო, რომ ცხოვრება დაასრულო. და ბოლო საკითხთან მივდივართ, ეს არის სამართალი. ძალიან დიდი ხნის წინ დავწერე მე ესე საჯაროა ის არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა. ჩემ წიგნში, რომელიც იყიდება ბიბლიაში, უცნობი პორტისკენ. იქ მაქვს ეს გამოქვეყნებული. რატომ? იმიტომ რომ ეს გამოთქმა სხვათა შორის მოდის, ახლა ხშირად გამოიყენება პროტესტის დროს, მაგრამ ეს გამოთქმა მოდის ამერიკული სამოქალაქო უფლებების მოძრაობიდან. 1960-იან წლებში, როდესაც ბრძოლა იყო ამერიკაში თანასწორობისთვის, იმისთვის რომ ყველა ადამიანი შავკანიანი აღიარებულიყო, ელემენტარულად ქონოდათ უფლება რომ გამოსულიყვნენ ეს ადგილად იქ, სადაც თეთრკანიანები სადილობდნენ, მაშინ შემოვიდა ეს გამოთქმა. No justice, no peace. ეს რას ნიშნავს? რომ სამართალი არის კონფლიქტების გადაწყვეტის, დავების გადაწყვეტის ერთადერთი მიღებული საშუალება. ანუ სამართალი არის საშუალება, რომ ჩვენ რომ დავაგვაქვს, სადღაც წავიღოთ და სამართლიანმა სასამართლომ განგვსაჯოს. განსჯა, სჯა, აქედან სიტყვა მსაჯული, ხო? ვინ შენ ხარ მართალი, შენ ხარ მტყუანი. და თუ სამართალი არ არის, განსჯა არ არსებობს. თუ სამართალი არ არის ადგილი, სადაც მე და თქვენ წავალთ და განსჯით ვინ არის მტყუანი და მართალი. ეს ნიშნავს, რომ სულ იქნება კონფლიქტი. ეს არის, არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა. ამიტომ სამართალი და სამართლიანობის ნაკლებობა, სასამართლოს არარსებობა. მე მინდა ამით დავასრულო. ჩვენ რო დღეს სასამართლო გქონდეს, არაფერი ეს არ მოხდებოდა. ვერავის ვერ დააკავებდნენ. ვერავის ვერ გაასამართლებდნენ. ტყვედ ვერ აიყვანდნენ, ვერ დააპატიმრებდნენ. კვეკვესკირი უჩივლებდა ჯანდაცვის სამინისტროს და მიიღებდა თავის რაც ჭირდებოდა იმას. ამაზე დგას მთელი სახელმწიფო. და ეს არის რაც მოგპარა ბიძინა ივანიშვილმა, რაც დაგვპირდა რომ გვექნება და რაც მოიპარა. ამის თქმა მინდოდა. მოკლედ შეიძლება დიდად გამომხნევებელი არ იყო ეს, მაგრამ მნიშვნელოვანია კარგი ფიქრისა და მსჯელობის გარეშე წინ ვერ წავალთ. აბა, საღამო მშვიდობისა, მშვიდობა და გამარჯვება ყველა ჩვენთაგანს.